მე რაც თავი მახსოვს, ვაკე ყოველთვის ელიტარულ უბნად ითვლებოდა თბილისში. ელიტაში ცხადია მხოლოდ ინტელექტუალურ შემოქმედებით ელიტას არ გულისხმობ. საბჭოთა ეპოქაში ვაკე წარმატებული ადამიანების საცხოვრებელი უბანი გახდა. ეს წარმატება კი მოიხსენებათ მხოლოდ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს არ მოუპოვებიათ. საბჭოთა საქართველოსაც ყავდა წარმატებული ხალხი, ვინც სახელი თავისი ნიჭით, პატიოსნებით, შრომის მოყვარეობით მოიპოვა. თუმცა საინტერესო ისაა, რომ ეს ადამიანები ერთ უბანში ცხოვრობდნენ, ერთ სახლში, ერთ ეზოში. პურს ერთი და იგივე მაღაზიაში ყიდულობდნენ ბავშვებს, ვაკის პარკში ასეირნებდნენ. თავიანთი კინოთეატრიც ჰქონდათ ყაზბეგი, სადაც როგორც წესი მხოლოდ ევროპულ და ამერიკულ ფილმებს უჩვენებდნენ. სწორედ კინო ყაზბეგთან ახლოს ცხოვრობს ქალბატონი ნანა ალექსანდრია, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი ჭადრაკში. და სწორედ დედის სახლში შეხვედრაზე შეუთანხმდით მის შვილს, გიგა ბოკერიას. პარტია ფედერალისტების დამფუძნებელს და ხელმძღვანელს, ნაციონალური მოძრაობის ყოფილ სპიკერსა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ მდივანს. ყაზბეგთან გაზრდილი დადიოდი კინოში? როგორ არა, ცხოვრობდით პრაქტიკულად შეგინეთ. ანუ შევდიოდით საათობით ვიყავით ხოლმე. ხო, შესანიშნავი შვიდეული. არა, შესანიშნავი შვიდეული მანდ არ მინახია. არა. ეგ უფრო ადრინდელი ამბავი არის. შვიდეული უფრო უფრო გვიან ნახე. და თუ არ ვცდები საერთოდ ვიდეოზე. ხო. მაგრამ მან დადიოდი სულ. სულ კი ძალიან ხშირად, ძალიან. ანუ იქ მარტო ფილმი. მაგრამ ეგ არ იყო საუკეთესო გაზაფხული იყო. გაზაფხული კი ფავორიტი ადგილი. არ გაზაფხული იყო, როცა შანსი ჰქონდა, რომ სკოლიდან თუ წავიდოდი, რომ იქ 1-3-4 და იქ ახალ რაღაცებსაც ჩვენ ეგრე მახსოვს, რომ ის უფრო მაგარი იყო. ეს უბრალოდ იყო ამ უბნის ადგილი ვაკელების. აქაურობის კი, მარტო აქაურობის არა, მაგრამ ჩვენთვის ბავშვობაში სულ ყოფნა. ხო. ეს ბილეთები იყიდებოდა უკნიდან იქ. ხო, პატარა სალაროის კუთხეში. კი. ეს ესეთი პრივილეგირებული რაიონი არის და მაგით მინდა სულზეთ დავიწყოთ ჩვენი საუბარი. ანუ ყაზბეგი არ იყო რა პრივილეგირებული. არა, ყაზბეგი იყო სიმბოლო ამ უბნის. უბანი რეპერტუარი რომ ნახო, ყაზბეგის რეპერტუარი რომ ნახო და შეადარო მაშინ სხვა კინოთეატრებს ძალიან მომწონს, ძალიან კარგად გამოჩნდება. აი რომელი სოციალური ფენა ცხოვრობს. აი მაგის ძალიან ინდურ ფილმებს აქ არ უჩვენებდნენ და მექსიკო ფრანგულს, ამერიკულს და ასე შემდეგ და ანუ ეს გინდა დინოზავრზე ვნახე აქ. ხო, ესეც. კომიკური, მაგრამ იმ დროისთვის არა კომიკური. ხო, აი ამ საშინელებათა ფილმი. შიგნით არ იყო ელიტარული ატმოსფერო ყაზბეგში, ნამდვილად. მერე უფრო გახდა, როცა კლუბი გაიხსნა და ასე. მერე ხო 90-იანებში, როცა გადაკეთდა კლუბად. ხო, მერე პირველი ესეთ კლუბი იყო. ხო. მაგრამ ნუ ხა ფაქტი არის, რომ უბანი იყო ელიტარული და შენ გაიზარდე ამ უბანში. ნაწილობრივ, იმიტომ რომ ბებია ბაბუასთან უფრო დროს ვატარებდი. სად? დოლიძის აჰა. ესე იგი ნახევრად დოლიძეზე ნახევრად ვაკეში. სკოლაში ვსწავლობდი ბოლო 2 კლასის გარდა. ხო. ის ანუ აბალანსებდა ის ამის ელიტარულობას. ხო, ეგ კაია. ვისთვის, ჩემთვის. ესეთ ოჯახში გაიზარდე პრივილეგირებულში, ხო? უდაოდ. ანუ თუ იმაზე ლაპარაკი რომ რამდენად არაჯანსაღი და მანკიერი იყო თლიანად სისტემა საბჭოთა ხო, როცა საზოგადოება ასე იყო დანაწილებული, რომ ვიღაცას ჰქონდა შესაძლებლობა ცალკეულ დაესვენა და ვიღაცას არა და ფულზეც არ იყო ეს დამოკიდებული, ამაზეც კი არა. ეგ ხო, ნამდვილად ესე იყო და მე ვიყავი, უბრალოდ ამ შემთხვევაში ობიექტური უნდა ვიყო, რომ ამ შემთხვევაში დედაჩემის დამსახურება იყო მისი წარმატების. ხო, მიკერძოებული ვარ, მაგრამ მგონია რომ ეს ამ შემთხვევაში არ იყო ხო, რაიმე სამარცხვინო მიზეზებით გამოწვეული. ხო, მე რა, ანუ წარმატებული დედის შვილი. კი, რა თქმა უნდა, ძალიან წარმატებული. ქონდა რამე კომპლექსი ამაზე. ალბათ კი, როგორ არა, რომ იხსენებენ რომ აი აგრესია ჭადრაკის ხო, მომსმენია ეს. თუმცა სხვა უფრო ადამიანური ახთაც აქ წასული იყო დედაჩემი ძირითადად. ამის გამო და ხა იქ პატრობაში სასიამოვნო არის. ანუ გიჯავრებოდა ჭადრაკი.
კი, ღიად. მართლა? არა, მე ჯავრიბუდა ძალიან ხმამაღალი ნათქვამი არის, მაგრამ როგორც იხსენებენ მე ესე დეტალურად მე მახსოვს რომ ფეხბურთი მაინტერესებდა კალათბურთი. ფეხბურთზე მინდა რა ზუსტად მეკითხა, ეს 20 სადღაც ერთი 20 წლის წინ, 15 წლის წინ მახსოვს ერთმა შერმა ოპონენტმა თქვა რომ გიგა ბოკერიას ხასიათიო იმაში ჩანსო რომ არგენტინის გულშემატკივარია. და მე ფეხბურთში ვერ ვერკოვი და კომპრომატად ჩამითვალა რა თვითონ ვისი იყო. რას ნიშნავს? არა, ეგ სხვა შორის ეგ არის, იქ საბჭოთა მემკვიდრეობის ლაბორატორია, ხა იქ ხო არანორმალური მიზეზებით იყო გამოწვეული ხო რომ ჩვენი ნაკრები არ ყავდა. ხო და ბაბუაჩემი, დედაჩემის მამა გოგი ალექსანდრია იყო დიდი გულშემატკივარი ფეხბურთის, ძალიან იმპაქტი მიიღო ერთხელ იმის გამო რომ თამაშის ყურებისას. როცა იგებდნენ თან ისეთ თამაშისას. ანუ ძალიან დიდი გულშემატკივარი. მეორე ბაბუაც გულშემატკივარი იმასაც დავყავდი ხომ თადეს, მაგრამ ნუ გოგისნაირი ჩემ გარშემო არავინ არ იყო. მაგრამ ნაკრებზე 10 წლის სანამ ვიყავი, 4 ქართველი თამაშობდა მაშინ 92 წლის სოფლიო ჩემპიონატზე. ამიტომ ეს ჰქონდა რომ ჯერ არ მქონდა ორიენტაცია გარკვეული, მაგრამ მეორე ბაბუის ძმამ დამეხმარა ერთხელ ჭყალებში, რომ ჩვენები უწოდო ნაკრებს ერთხელ. დაშვებიან ჩვენები თქვენ, მეორე თამაში იყო სოფლიო ჩემპიონატზე, ზელანდიას ელაპარაკებდა, ეთამაშებოდნენ და კითხვა დამისვა, რომ ვინ არიან ჩვენებიო. კონოტაცია იყო, რომ არ არიან და მე ვერ მივხვდი მაშინ, მაგრამ ამიხსნა რას გულისხმობდა და ამის მერე საფრთხეში ნაკრებს აღარ გულშემატკივრობდა. და ამიტომ ყველა ირჩევდა რაღაც გუნდს და მე მაშინ ეს მარადონას ეპოქა იყო, დედაჩემი არგენტინაში იყო 1-2 წლითაც ნამყოფი და მაისური ქონა ჩამოტანილი და აი ამ პირობებ ამან 78 წლის სოფლიო ჩემპიონატი ბუნდოვნად აი კადრებში მახსოვს, თორე თამაში არ მახსოვს, მე მაგ ნანახი. და აი ამ ფაქტორებმა განაპირობა, რომ ყველანი ვირჩევდით სხვა ნაკრებებს, რომ ვინმესთვის გულშემატკივრობთ სოფლიო ჩემპიონატზე ევროპის ჩემპიონატზე. ანუ ბავშვობიდან გულშემატკივრობდი არგენტინას. ხო, მაგრამ აი რა მას შემდეგ რაც ვიმეორებ კიდევ ერთხელ რომ გამანათლა. ხო, რომ ჩვენები არ არიან. რომ ჩვენები არ არიან, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენები თამაშობენ შეგიძლია გუნდი ჩვენების არ არის. მაგრამ რას გულისხმობდნენ ეს რანაირი გუნდია ამისთან, რომ შენი ხასიათი თუ ხო და არ ვიცი, ეთყობა თვითონ ან ბრაზილიის ან გერმანიის შემატკივარი იყო. ხო და მაშინ ყველაფერი გასაგებია. ტრავმები აქვს ბავშვობისაში. ეს იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრებაში, ჩვენ სიცოცხლის განმავლობაში სოფლიოს ორი ყველაზე დიდი ფეხბურთელი არგენტინელი არის. მარადონა და მესი. ხო, მაგრამ მაინც არ დაინტერესებულ ხარ, არ ნეგატიურად როცა აფასებენ, რას გულისხმობენ. აი როგორი გუნდი, აი ვისაც არ მოწონს, რას ამბობს. საინტერესოა მიჯმოდეს თუ ბოკერიას ხო, აბა გამოვიდა. ალბათ აგრესიულობას გულისხმობდა. ვარაუდობ რომ მაგას. უხეშობას. თუმცა ეგეც არასტორიკლიშია, ბრაზილიელები უფრო უხეშები არიან სიმამდვილეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს როცა ითქვა, მაშინ გიგა ბოკერია იყო უხეში და აგრესიული და სწორხაზოვანი და რადიკალური ოპონენტების სწორხაზოვანიც არგენტინს არ ვიცი ვინ უწოდებს. ეგ არ გამიგია. ხო. უხეშობა და აგრესიულობა. უხეშობა. ეს კლიშე არის შენი აზრით, რომელიც შეიქმნა ბოკერიას? არა, არ არის ამ შემთხვევაში. მე ბევრი სხვა უსაფუძვლო ბრალდება მომისმენდა და ეს ალბათ არ არის უსაფუძვლო, იმიტომ რომ ანუ ჯერთი როცა სპიკერი იყავი რომელიმე პოლიტიკური გუნდის აქტიური თან ისეთ პერიოდში რომელზეც ლაპარაკობთ ვარდების რევოლუციის შემდეგ ეგეც განაპირობებს, როცა ბევრ დებატებში მონაწილეობ ეგეც ფაქტორი არის და მე ისეთ წვავე დრო იყო ხო ბევრი რბილად ვთქვათ კონტროვერსიული გადაწყვეტილება იყო მიღებული ეხლა ადვილია უფრო თქვა ჩემთვის არასწორი პრობლემური, მაგრამ ბევრი სწორი და დაპირისპირება ძალიან მწვავე იყო და მაგრამ ალბათ მეც შეუწყე ხელი იმით რომ ამ პერიოდში აგრესიულად მონაწილეობდი პოლემიკაში. ჭადრაკი კი არ გიყვარს, მაგრამ არა, აგრესიული ჭადრაკიც ხარსებობს, აგრესიული თამაშის სტილი. კი, რა თქმა უნდა, ვიცი რომ არსებობს. სმენი, ანუ ვერ ვერკვევი რომელი ეგრეჩებს ნუ ვკითხო. ხო, არა, მე უფრო ვერკვევი, ესე იგი, მე მახსოვს ნანას რომ ეყავდა გადაცემები საღამოს და უყურებდი ხოლმე მიხედვის რომ დიდად ვერკვევდი ჭადრაკში, ამას იმდენად კარგად გადმოსცემდა, იმდენად საინტერესოდ რომ აი შეგაყვარებდა უბრალოდ. ეს ნანა როცა იყო ტელეჟურნალისტი ქვია, ხო? ალბათ, ხო. ხო, არ უყურებდი ამ გადაცემებს, არ გაინტერესებდა. არა, ხო, მიყურებია, მუსიკა ეხაც მახსოვს ამ გადაცემებში. კი, მუსიკა მშვენიერი იყო. კაი მუსიკა, არ ვიცი ვისი არის. არც თამაშობდი? არა, სულები ვიცოდი, როგორ არა, მაგრამ თამაშს ვერ დავარქვა. უნდა და რო გეთამაშა? არასოდეს არ დაუძალებიან, რაღაც არ უბიძგებიან ამისთვის. ალბათ უნდა და მე მის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ვივარაუდებ, რომ შეიძლება უფრო
სასიამოვნო ყოფილიყო მისთვის კარგად რომ ეთამაშა ან მეტი რომ მქონდა ცოტა მაგრამ მე რაღაც არ მგონია რომ მისთვის ეს რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი იყო და რაც აი ეს აგრესიულობას თუ ანუ ჩემი არჩევანი ხო მივხვდი მაგრამ შენი აგრესიულობა თუ უხეშობა არ ვიცი რა დავარქვათ ამის მიმართ ნანას დამოკიდებულება როგორი იყო უარყოფითი უფრო მე მგონი ნუ კრიტიკული ანუ გეუბნებოდა იმ ნაწილს მარტო კი ჩემი ძალიან ხშირად მაკრიტიკებს ხოლმე ახლა ზოგჯერ სამართლიანად ეხლაც მაკრიტიკებს ხოლმე კი კრიზისულ მომენტებში ალბათ ნაკლებად გაკრიტიკებდა როცა გჭირდებოდა მხარდაჭერა არა ეგ არ არის ერთმანეთის საპირწო საწინამდეგო რამე მხარდაჭერა ყოველთვის ქონდა ერთმანეთს გავიგე მაგრამ იცი ან ხო პრობლემა რომ აი ღირსი ხარ არ დამიჯერე არა ეგ საერთოდ არ მიგულისხმი ეგ საერთოდ არ ახასიათებს დეჩემს არა ნანა ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ერთხელ და მოყვა ფანტასტიკური ისტორიები რაც ხდებოდა ამ ჭადრაკის სამყაროში იმ პერიოდში რუსეთის განსაკუთრებით მოსკოვის დამოკიდებულება ამ ქართველი მოჭადრაკე ქალების წარმატების მიმართ. გავიგე რომ ბაბუა თქვა თუ გიზარო ჩვენები არა თქვაო, მაგრამ დედა წყვებოდა ალბათ რაღაცებს სახლში აი დამოკიდებულება აბსოლუტურად ნათელი იყო. დედაჩემისაც და მამაჩემისაც ანუ მას შემდეგ რაც ეგ ერთ-ერთი პირველი ამბავი იყო როცა ამ ამბავზე მომიწია საუბარი ამ კონტექსტში ხო ჩვენები ვინ არიან და რა ქვეყანაში ცხოვრობთ და ჩვენი ქვეყანა არ არის მაგრამ სადაც არის მაგასაკის შემდეგ ჩემ მშობლებთან დედაჩემთანაც მამაჩემთანაც ეს ის ადამიანები იყვნენ სადაც ვისგანაც ჩემი წარმოდგენები ჩამომიყალიბდა ხო სხვა ეგეთი ცნობილი ამბავია ანუ მე კი არ მიკავშირდება მაგრამ მაშინ ცოტა ხნის მერე მაკედან თუ არ ვცდები 2-3 წელიწადში 85-ში რაღაც გამოიცა ესეთი წიგნი 100 სტრიქონი გოსნის 100 სტრიქონი სადაც იყვნენ საუკუნის დასაწყისის ყველა ამოჩენილი პოეტი აქტიონტაბიძე და შემაშენა მათ შორის კოლაუნადირაძე და ყველა პოეტის 100 სტრიქონს წინ წამოძღვრებული ჰქონდა ლითოგრაფიასავით ანუ ამ პოეტის ხელით ნაწერი სტრიქონები. ზოგი ისეთი იყო რომ გაირჩეოდა, ზოგი არა, მაგრამ ის დეკორაციასავით იყო. და მამაჩემმა ეს იგნი იყიდა და მე დამიძახა და მაჩვენა კოლაუნადირაძის ამ სტრიქონს წინ უძღოდა ის აკრძალული ლექსის ლითოგრაფია. ანუ ის გამოცემაში კი არ მოხდა. მაგრამ იყო ვითომ მის ხელნაწერი, ვითომ თითქოს არ ჩანს, მაგრამ ამ დროს სხვებისგან განსხვავებით ეს კარგად იკითხებოდა თუმცა და თბილისებურო თალხი. ცნობილი ტრაგიკული ლექსი და კარგად ექსაუბარიც კარგად მახსოვს ამ ამბაზე 21 წელზე და შემდეგ აქედან ეგ ეპიზოდი მე დედაჩემი ეძებდა მეგონი მაგ წიგნს რამდენი წელს იყავი მაშინ ეს საუბარი ასე დაგმახსოვდა პატარა აღარ ვიყავი ან 13-ის ან 12-ის ხო ეგ კარგი ასაკია ხო 12-ის შეიძლება ხო კარგი ასაკია ეს ერთა იგივე ხა ზუსტად აღარ მახსოვს მაგრამ ეს ერთი დრო არის 80-იან დასაწყისში ანუ ეს არის ჯერ სანამ კვანძი გაიხსნებოდა უკვე კვანძი მერე გაიხსნა თვითონ მოგვიანებით ხო და ამიტომ დედაჩემიც და მამაჩემიც ამ საკითხთან დაკავშირებით ხო მათი დამოკიდებულება ჩემთვის ცნობილი იყო ხო აი რუსებთან ხო სულ ხდებოდა ურთიერთობა ამ არ ვიცი რა დავარქვა ამ სპორტულ ჩინოვნიკებთან და ასე შემდეგ ანუ კარგად იცოდა რა არის ეს ბოროტების მანქანა ხო რა თქმა უნდა რომ არა თავისთავად მე ისტორიაც იყო როდესაც წიგნი ჩამოიტანა აკრძალული თუ არ ვცდები ნუ კითხო სწორედ თუ რა სოლჟენიცინის იყო თუ არა ხო მე მგონი სოლჟენიცინის წიგნი იყო და ეგ პრობლემა რო ქონდა ეგ მახსოვს და ნუ თავისთავად ისიც კი აღსანიშნავი იყო რომ ჩვენ არასოდეს სანამ არ დანგრევის პირას არ მივიდა საბჭოთკავშირი დედაჩემთან ერთად არ გვიმოგზაურია არსად ანუ გამორიცხული იყო რომ ხო არ გაგიშვებდნენ არც განხილულა ეს საკითხი არც მახსოვს საბჭოთა კავშირში ჭადრაკისგან თავიდანვე იდეოლოგიური იარაღის შექმნა დაიწყეს. დასავლეთთან დაპირისპირების იარაღად. თუმცა ქალთა ჭადრაკში ამას თვლად ვერ მიაღწიეს. შეიძლება ითქვას გაეპარათ. ყოველ შემთხვევაში ალბათ გაუჭირდათ იმის განჭრეტა, რომ ოდესმე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჭადრაკის დაფასთან ერთმანეთს ორი ქართველი ქალი დაუპირისპირდებოდა. 1975 წელს ნანა ალექსანდრია ნონა გაფრინდაშვილს 1991 წელს ნანა ალექსანდრია მაია ჩიბურდანიძეს. ორივე მატჩის დროს ბიჭვინთაში და ბორჯომში
ჭადრაკის ქართველი მოყვარულების რეაქციები კარგად მახსოვს. ფინალმა იმდენად გაგვახარა, რომ მატჩის დროს ქართული საზოგადოება ორად არ გაყოფილა. რა თქმა უნდა, ნანა ალექსანდრიას თავისი მხარდამჭერები ყავდა, ნონას თავისი, მაიას თავისი, მაგრამ გამარჯვება ჩვენ უკვე მატჩის დაწყების წინ ვიზეიმეთ. ქართველების ასეთ წარმატებას როგორ უყურებდა მოსკოვი, ამას ალბათ ნანა ყვებოდა. ხო, რა წინამდებობას გაწევდა? ესე დეტალებში არ მახსენდება რომ არ მოვიგონა, თემა იყო რა თქმა უნდა. ასე ვქოთ, ჰაერში ტრიალებდა ეს ხალხმა იცოდა, ეს გრძნობდა. ჩვენ ხო ლაპარაკობთ რაღაც ირაციონალურ რაღაცა ისტორიულ გამოცდილებაზე, რომელიც არის ამ საზოგადოებაში და ჩემი აზრით ეგ არის დღევანდელი ხელისუფლების პრობლემა. ამ გამოცდილებას ვერაფერს ვერ უშვებია. დღევანდელი ხო, პირიქით ისინი ცდილობენ რომ დაეყრდნონ იმ მანკიერებას, რომ ჩვენ ყველანი ჩვენ ვიყავით, ხო? მაგრამ აქ რომელი გადაწონის ის მანკიერება? არა, მე წამს დამჯერა რომ გადაწონის ის რაც ჩვენ ნამდვილად ჩვენია, რაც თავს მოხვეული არ არის, ხო? ხო, უბრალოდ ამ ჩვენ საბჭოთა პერიოდში წარმატებებს ხო ისინი იყენებენ პირიქით შესალამაზებლად იმ იმ ჯოჯოხეთის რომელშიც ცხოვრება გვიწევდა, როცა თავისთავად ჩემთვისაც და თუნდაც მისნაც ვთვალ არ მინდა ვისაუბრო, მაგრამ ის რომ ამ ხელა წარმატება გაქვს და კი შენი ქვეყანა გაქვს, მაინც რუსებს გიძახიან სადღაც, იმიტომ რომ ეგეთ რაღაცა შევსწრები ვარ მის აღშფოთებას ამაზე რომ წახვალ 1000 ჯერ იტყვი და მე მაინც გიძახე რომ რუსეთის წარმომადგენელია, ხო? და ეს ამის აღშფოთება მახსოვს. ხო. მაგრამ ეს წარმატება კიდევ უფრო ძლიერდება, იმიტომ რომ ეს გარკვეული თვალსაზრისით ომში გამარჯვება იყო, ფეხბურთშიც ასე იყო და ჭადრაკშიც, რომ ქართველი ხალი რო უგებდა რუსს, ეს გაცილებით ბევრ კიდევ რამოდენიმეჯერ იყო ეპიზოდი, როცა მთლიანად საქართველოს წარმომადგენლებით იყო შევსებული. ოლიმპიადაზე. უბრალოდ ჩემთვის მე დამიკერძებულა მე მეჩნია რომ ეგ ტრაგედია იყო, რომ ამ ხელა წარმატების მქონე ადამიანები ხო და ამას სათავე ჩაუყარა ნონამ ქარცელაძემ, რომელიც დეიჩემის და ნონას მასწავლებელი იყო და მას დიდი წვლილი აქვს მისგან დეიჩემისგან მის სახელი სუფიგურებს, სხვა შორის მაგ თემაზეც დეიჩემის მონაყოლიდან ქარცელაძის თაობაზე ვახტანგ ქარცელაძის იყო სწორედ ის რომ ის იყო ჯანმრთელი სამოქალაქო ნაციონალისტი საბჭოთა პერიოდში. ხო, ამ თემაზე რუსების მიერ აფხაზეთის თემაზე მათ შორის და სოჭის თემაზე მახსოვს რომ დედაჩემის მონაყოლი მახსოვს მასზე, როცა ის უყებოდა იმაზე, რომ ეს საქართველოა ეს ყველაფერი და რომ დაპყრობილები ვარ და რუსების ძალმომრეობის ქვეშ რო ვარ. ხო? და რომ სოჭი საქართველოა. უბრალოდ დამახსოვდა ეს მისი მონაყოლი, ანუ ეს კონტექსტი. მაგრამ ის თქვა მინდოდა რომ ამ ხელდა წარმატება იყო, ხო? სოფლიო კლასის ქალთა ჭადრაკის წარმატება დაკავშირებულია ქართულ ქალებთან. ნონასთან პირველ რიგში, მე ქრონოლოგიურად დედაჩემთან, მე მაიასთან, ნანასთან, ნინოსთან და თელიმერი პლიადა არის, ეხლაც ეს არ არის, მაგრამ გრძელდება ძალიან წარმატებულები არიან. მაგრამ ეს ხდებოდა ჩვენი დამპყრობლის ქოლგის ქვეშ. დედაჩემის დიდი სიხარულიაც მახსოვს იყო, როცა თვითონ კი არ თამაშობდა, მაგრამ იყო კაპიტანი სისტემა არის კაპიტანი. პირველი დამოუკიდებელი საქართველოს მეგონი 92 წელი. ხო, მე ბევრჯერ მოიგეს, მე მგონი აღარ მახსოვს სამჯერ მანიშნებს. მაგრამ პირველი მახსოვს ძალიან კარგად რამხელა მე პრინციპში ეგეთი მე უბრალოდ დიდიც ვიყავი, მაგრამ ეგეთი ბედნიერება და სიხარული დედაჩემის მაგ გამარჯვებას მახსოვს, როცა თვითონ ჭადრაკის დაფასთან არიჯდა. თვითონ იყო კაპიტანი იმ გუნდის, ვინც საქართველოს დროშა აწია პირველად. იქ მე რამდენიც მახსოვს, საჭიდაო იყო მონაწილეობის საკითხიც. ანუ მოესწრებოდა თუ არა დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, რომ მიიღო და ამაშიც მონაწილეობდა და პირველი წარმატება იყო ის, რომ შესაძლებელი გახდა მონაწილეობა, ანუ გაწერენ და მე გამარჯვება. და აი ეს მოსკოვი ალბათ ყველანაირად ცდილობდა, ეხლა ორი ქართველი ხალი ფინალში ერთმანეთს ხვდება მსოფლიო ჩემპიონატზე, ან თქვა ოლიმპიური გუნდი, რომელსაც საბჭოთა კავშირი აწერია და ქართველები ხალები არიან, რომლებიც ერთმანეთს ქართულად ელაპარაკებიან, წარმოადგენენ რაღაც საბჭოთა კავშირს, ამას ვამბობ, რომ ეს ომი არის. ეს მაგრამ დიდი უპირატესობა ქონდა ძალიან და მე რამდენიც ვიცი, რამდენი პრობლემა იყო, რომ არ უნდათ რომ ყველა ყოფილიყო საქართველოსთან ოლიმპიურ გუნდში, ამაზე საუბრობდა და რამდენიმეჯერ ამის გამო არ მოხდა ესე, მაგრამ მანდაც გადალახო მოხდა, ძალიან დიდ უზარმაზარი იყო უპირატესობა მათი. მაგრამ სხვა შორის კარგ როცა ვიხსენებთ, ხო, ახმა როგორი იყო, ჩვენ ასე მეგობრებიც ყავდათ, ხო, აქედან გამომდინარე, რუსები, ხო, რუსები, ანუ
ეს ადამიანები როგორც წესი იყვნენ ანტისაბჭოთა განწყობის ადამიანები იმ კონტექსტში რაც იყო, ხო? დისიდენტები არა, მაგრამ და იურა როსტი იყო, ხო, მეგობარი მაგალითად ვინც იყო, ვინც პირველმა იყო რა ცოცხალი არის და დიდხანსაც ხოლს, მაგრამ ვინც იყო 9 აპრილზე, ვისაც ახსოვს, ფოტოები პირველმა მან დაბეჭდა და ზოგადად მის წრეშიც მიწევდა ტრიალი და ანუ საბჭოთა კავშირი მხოლოდ ნეგატიურად მოიხსენიებოდა. მაგრამ რა არის აღსანიშნავი, რომ ერთხელ რაღაც დისკუსიასავით ქონდა ბავშვებს შორის რომელი ქვეყანა არის უფრო მდიდარი ბუნებრივი რესურსებით. რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ მე ბევრი ვთქვი და გაიჭედა ჩემი ოპონენტი, რომელიც იყო აი ჩვენი ოჯახის მეგობრის შვილი ჩემხელა იყო და უცებ თქვა ფრაზა რუსულად თქვა. გაჩერდა რომ გაიჭედა რომ მე რაღაცა ვთქვი, მაგრამ ჩამოთვალა და ჩვენ ბამბავ ყაზახეთშიო თქვა. და მახსოვს დედაჩემს სიცილია უთხრა იქვე იდგა რომ. ანუ მე კამათებოდა რომ ქვეყნში და უცებ რომ გაიჭედა, უცებ გახდა რომ უნას ყაზახსტანი. რატო გამახსენდა ეს დედაჩემს რეაქცია და მე რო ვკითხე და საუბარი ქონდა ამაზე რომ როგორი ანუ ნორმალური არა რაღაცა შოვინისტური წარმოდგენების, მაგრამ ეს თავში ქონა ჩადებული. ბევრი ამართლებს იმით რომ აი გული წყდება რაღაცნაირ როგორ არის. ხო, რომ ერთად არა ვართ. არა ხო, მაგას გეუბნებიან ეს რაღაც უცნაური საქმე. ხო, სულ იგივე მე სტრასბურგში დებატები ქონდა ამ თემაზე და სხვა შორის ბანდაც ფეხბურთი ფიგურირებდა და ანუ ეს კოლონიზაცია ქონდა რომ კი მაგრამ ეს ჩემი გუნდი იყო მითხა ეგ ჩივაძე ჩემი კაპიტანი იყო და შენ რატო არ გინდა იგივე. ანუ ამის მიღება უნდა და ეგ ნიშნავს რომ ეგ ძალიან მანკიერი სიყვარული არის ხო? ანუ ეს არის რომ ძალიან გვიყვარხართ როგორც ესეთი ხალხი ჩვენი რაღაცა რივიერა ხო? სადაც ხაჭაპურები ხართ, საჭმელი, ცეკვა, სპორტი. მაგრამ სახელმწიფო რადგანაც სახელმწიფო ეს ერთ-ერთი ჩემი მეგობრის აქვს თქვი, კარგი მეგობარს რომ სახელმწიფოს გარეშე გვიყვარხართო ისე იყავითო რა, როგორც ჩვენი საყვარელი კლოუნები, ჯამბაზები. ხო, ძალიან შეურაცხყოფელი და ის აქვს და მან არსებითად ეს რიტორიკა გრძელდება დღესაც. რა თქმა უნდა. ხო, ამის სურვილი ჩანს, ხო? და ჩვენ და სამწუხაროდ ჩვენივე ხელისუფლების რიგებში სურვილი რომ ამით დავკმაყოფილდეთ, რომ ეს ხო კარგად ვიყავით, ხო? ანუ თვითონ მათი მამამთავარის რიტორიკა საბჭოთა წარსულზე აშკარად ნოსტალგია კი არის, რომ ჩვენ როგორი წარმატებულები ვიყავით. რადგან ახსენე არ მინდოდა მოგვიანებით მინდოდა ხსენება ხო იცნობდით სულ ასეთი არ იყო? მე არ ვიცნობდი, არა მე რაღაც რამოდენჯერ ყავს ნანახი. ერთხელ მქონა მხოლოდ ცელი საუბარი. როცა იყავით? ხელისუფლებაში რო ვიყავი, ერთხელ შემთხვევით ნახე მანქანა გაგვიფუჭდა ბათუმის გზაზე და ჩამოიარა დიდმა კორტეჟმა დაცვით და ადამიანმა ჩამოწია ფანჯარა და რა ხო დაგეხმარა. ხო 2004 წელი იყო და მადლობა უთხარი რაღაცა და აი ჩემ მანქანა მიგიყვანთო და მე არ ვიცოდი ვინ იყო და ჩავჯექი იქ ვიკითხეთ ვინ არისო და გითხრეს ეს ერთხელ მაშინ ნახე ერთხელ მეორჯერ ნახე პრეზიდენტის კაბინეტში გაყვრით და რაღაცა დისკუსია იყო იმაზე რა საფრთხე საიდან უფრო მოდის საქართველოსთვის რუსეთიდან რომელი ფრონტიდან ცხინვალის მხრიდან თუ აფხაზეთის მხრიდან და ეგ მე თვითონ ძალიან უცნაური ფორმით გაიხსენა გადავარწმუნე ჩემზე თქვა მის პირველ წერილში რომ ომის დაწყებას აპირებდა მე გადავარწმუნეო ანუ ჩემი ფასიც აწია და მისი კიდე უფრო მე ვიღებდი ამ გაწყვეტილებას არაფერი მსგავსი არ ყოფილა რა თქმა უნდა ლაპარაკი იყო საფრთხე საიდან უფრო არის სამხედრო თვალსაზრისით რუსული აგრესიის მაგრამ და მესამეჯერ უკვე ხო შინაარსიანი საუბარი მქონდა როცა ხელისუფლებაში მოხდა ეხა როცა ეს არის როცა მათ არჩევნები მოიგო ივანიშვილმა და ჩვენი მათ შორის ჩემი მონაწილეობით ინიციატივა იყო რომ მიხოთ ისე რომ ძალიან საგანგაშოდ თვლიდი მეც და სხვაებიც ვითარებას და ძალიან აგრესიული იყო პოლიტიკური კონტექსტი რახან მოიგეს არჩევნები პრეზიდენტმა სწრაფად დილით არჩევნების შემდეგ აღიარა მარცხი მიულოცა როგორც ნორმალურ ქვეყანაში უნდა იყოს რამე ამას საგმირო საქმეთკერო ახლა ნორმალურად როგორც ჩვენ რეგიონში არ არის ეს ტიპიური ამიტომ თავისთავად ამაზე ქვეყნისთვის პოლიტიკური კაპიტალის დაგროვება მე ვთვლი რომ სწორი იქნებოდა და უნდა ყოფილიყო რა ტრანზიციის ჯგუფები უნდა შექმნილიყო და შევთავაზეთ რომ ის ერთი თვე სანამ ახალი მთავრობა ირჩევა მათ მიერ შექმნილი ჯგუფები სამინისტროებში მისულიყვნენ რომ გაცნობოდნენ რომ და დამარცხების მორალური უპირატესობაც იყო რაღაცნაირი როცა ხო იცი რა იქ მეორე მხარეს იყო ძალიან არაჯანსაღი ამბავი
მისი მხრიდან პერსონალურად თუ ვისაც ახსოვს მისის ჩვენი ინიციატივა იყო რომ შეხვედრაც უნდა შემდგარიყო მასსა და პრეზიდენტს შორის მაშინ რომ თელ მსოფლიოს ენახა რომ საქართველოს ამერიკაში პირველია სადაც ეს არჩევნების გზით მოხდა თლიანად კონსტიტუციის ფარგლებში და ამას წინააღმდეგობა შეხვდა ორი შეხვედრა დაგჭირდა რომ დაგვერწმუნებინა იმაში რომ ეს არ არის მათთვის მახი ხო მის წარმომადგენლები იყვნენ მათ შორის ღარიბაშვილი იყო ერთ-ერთი ვისაც ხვდებოდი ეს საჯარო იყო რამე საიდუმლოს კი არ ყვები მაგრამ აი ამ კონტექსტში ამ ცივილიზებულს მაშინ შედგა შეხვედრა ბუნებრივია პრეზიდენტის პოზიცია იყო რომ უნდა შედგეს ეს შეხვედრა მისი მრჩეველი ვიყავ და მეორე მხარეს კონტაქტზე იყო ივანიშვილისგან ირაკლი ალასანია და ასე ვთქვათ მე შევხვდი მას ესეც პრესაში ბრიფინგი ჩატარდა რომ ხვდებოდი ანუ საიდუმლო არ იყო რომ აი რომ ახალი პრემიერ-მინისტრი მოდის მისი ასე ვთქვათ დაბრიფა მოხდეს ჩვენ რაში ვხედავთ უსაფრთხოების გამოწვევებს ანუ რომ ამას ეს აი ამ მოლაპარაკების კონტექსტში ყოფილიყო და ამაზე საუბრისას მან მითხრა ისაც მე საჯაროდ ნათქვა ხო ორი რამე იყო ერთი იყო ეს რომ თქვენ ყველას ჯამში არ გაქვთ უფლება პოლიტიკაში ყოფნის და ამიტომ თუ პოლიტიკაში ყოფთ არჩენას აპირებთ მაშინ უნდა პოლიტიკური ასე ვთქვათ მაშინ უნდა პოლიტიკური დევნა არ უთქვია მაშინ ხეში უნდა ეს არ არის თქვა საფრანგეთი არ არის რომ იქ მაგ მერი იგივე დარჩეს როცა წააგვარჩენები და როცა მე ვთხარი რომ ეგ კონტრაქტი მიუღებელი აღმოჩნდება და ქვეყანა დაზიანდება თუ მაგ გზით წახვალო მითხრა რომ გამოვზოგავო არის ნებიულოს ეტაპობრივად ვიზა და ეს მე საჯაროდაც მეორე უფრო ეგზოტიკურია მაგრამ ეს მე საჯაროდაც თქვა რომ რიგები პროკურატურაში დამოკიდებულია იმაზე როგორ მოიქცევიან ანუ ეს არისო რაღაც მართლმსაჯულების ზეიმზე კი არა ლაპარაკი იმიტომ მართლმსაჯულები თუ უნდა იზეიმოს არა აქვს მნიშვნელობა ყოფილი ხელისუფლების რომელიც წარმოგელი როგორ იქცევა მის და მიუხედავად უნდა იზეიმოს ხო და აქ იყო პირდაპირ განაცხადი რომ ეს ამას იმეობა მე ეს საჯაროდ თქვა რომ საიდუმლოც არ არის იმ მომენტში ჩვენ ვიმჯერეთ მაშინ გუნდში და ვთქვით რომ არ გამოვიტანდით ამას საჯაროდ რომ ეგრევე დაპირისპირება არ ყოფილიყო აი ტრანზიციის დროს მაგრამ მე საჯაროდ თქვა ეს რომ პროკურატურაში რიგები დამოკიდებულია მათსევდა ამიტომ საიდუმლოც აღარ იყო მეორე იყო ძალიან ეგზოტიკური მაგრამ მკითხა რომ 11 სექტემბრის ტერაქტში როგორ ფიქრობ მოსადი მონაწილეობდა თუ არა ხო ანუ ეს დიდი კომპლიმენტია რომ ის თვლიდა რომ მე უნდა ვიცოდე შენ როგორ ვიცოდნე ხო სოფლიო ხო მაგრამ ეს აჩვენებს აი ამ სუბწმინდა წყლის საბჭოთა შეთქმულების ჰომო სოვიეტიკუსის შეთქმულების თეორიებისა და მიდრეკილ ადამიანს შენ პირადად არ იცოდი რომ ესეთი ადამიანი იყო ადამიანი რო არსებობდა ივანიშვილი როგორ ვიცოდი აფინანსებდა ხო ეგ მგონია რომ ცოტა მისი პროპაგანდის მე გაზვიადებული იყო ხო მაგრამ როგორ ვიცოდი რომ არსებობდა და ისიც ვიცოდი რომ ანუ 2008 წლის შემდეგ ურთიერთობა გაწყვიტა იმ ხალხთან ხელისუფლებაში ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი. მე არ ყოფილვარ ეს, მაგრამ არა, ეს მოხდა ასე ვთქვათ, არჩევნებში 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, კერძოდ კი ბადრე პატაკაშვილის გარდაცვალების შემდეგ. ანუ ეგ როგორც ჩანს, შეგვიძლია მე ხო, მე შეიძლება საინტერესო იყოს ისტორიისთვის. ამასთან მისთვის ფაქტორი იყო. ხო. ანუ იქამდე მას მიიჩნევდა თავის საფრთხეთ როგორც. ხო, ხო, ეგ ცნობილი ამბავია. ეს ნოსტალგია გაგვექცა ცოტა ახლა მაგრამ უკავშირდება ამას ხო? არა, უკავშირდება, იმიტომ გამახსენდა. და პირიქით უფრო თავიდანაც რო აღნიშნე რომ ვაკეზე რო დავიწყეთ ლაპარაკი, მიუხედავად იმისა რომ თქვით რომ აი ესეთი ელიტარული რაიონი იყო თქო 2003 წლის ვარდების რევოლუცია რომ გავიხსენოთ და არჩევნები მაშინ ეს უბანი ეწინააღმდეგებოდა თუ გახსოვს ცალსახა ვითარება არ იყო გაყოფილიყო რა თქმა უნდა იმ კლასში ვინც საბჭოთა პერიოდის ნოსტალგიით იყო ახსილი მაგ მომენტში ალბათ უკვე ჩამოყალიბებული იყო ხო ვითარება მაგრამ ესეთი ცალსახა არ იყო მთელი უბანი არჩევნებზეც მე უფრო გამოჩნდა შემდეგ არჩევნებზეც რეაქცია იმ ცვლილებებზე რაც მოხდა ვარდების რევოლუციის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მწვავე იყო ხო რატომ კი ფიქრე ალბათ ამაზე ну ხო მე მგონი ნაწილობრივ პასუხი ისეთია და ტრივიალურია რომ აქ იყო ხალხი ვისაც განსაკუთრებული წონა ჰქონდა საბჭოთა პერიოდში ხო მათი პერსონალური კონტაქტების ზოგ შემთხვევაში ობიექტური დამსახურებების წყალობით როგორც ჩემი აზრით ჩემი შემთხვევაში ნამდვილად და სხვაებიც იყვნენ ასეთები მაგრამ ზოგ შემთხვევაში უბრალოდ საბჭოთა ნომენკლატურული იმის გამო მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ანუ მათ ჰქონდათ განსაკუთრებული ადგილი
ხო, ანუ რაშიც ჩვეული მოქალაქეს ქრთამის გადახდა მოუწევდათ ამ შრის წარმომადგენლებს შეეძლოთ რომ პირადი ნაცნობით გაეკეთებინათ, ხო? რეპრესიულ აპარატთანაც მიესწრებოდათ თუ პრობლემა ექნებოდათ და ისევ ისეთ ამბავში რა ღირსეულად, ხო? და ანუ სხვებზე უკეთ იყვნენ და იმ ცვლილებამ რომელიც განხორციელდა, ჩემი აზრით ეს განსაკუთრებულობა წაართვეს. ეს მგონია რომ ყველაზე უფრო, იმიტომ რომ სხვა ობიექტურად ის რაც ჩვეულებრივი მოქალაქეების პროტესტის მიზეზი იყო, მათიც ალბათ ლეგიტიმური საკითხები არაერთი იყო, ამას კი არ უარყოფ. მე ვიძახი რომ რატო განსაკუთრებით აქ ეს განსაკუთრებულობა წინამდებობის ჩემი აზრით გამოწვეული იყო ამ პრივილეგირებული განცდის დაკარგვით, თორე ხო უკეთესი ცხოვრება კი არ იყო იქამდე მათთვის. ამის თქვა კი არ მინდა, მაგრამ სხვებზე უკეთესი იყო და მე მახსოვს ერთ ჩემ კარგი მეგობარი, ერთ ხუთში ბათუმში მოხვდი და პირველად ძალიან ბევრი ხალხი იყო. და იქ ხალხი ერთმანეთს იცნობდა. ამან გახდა გამოიხედა თქვა რომ აი ეს ხალხი საიდან მოვიდა არ მესმისო. არავის არ ვიცნობ, ანუ მან იგულისხმება რომ ყველა ერთმანეთს ვიცნობდით რაღაცა 300-400 ოჯახი იყო, ვისაც ეს შესაძლებლობა ჰქონდა. თავისთავად ადამიანის რაღაც ნოსტალგია ბავშვობის ნორმალურია. მაგრამ რის თქმა მინდოდა ის ძალიან კაი ადამიანია, ვიზეც მას საბჭოთა ის კი არა. მაგრამ მასაც ფსიქოლოგიურად ეს ჰქონდა რომ ეს განსაკუთრებულობა რა, რომ შენ ხარ რაღაცა ექსკლუზიური მის ნაწილი. მაგრამ აი ეხლა ბოლო არჩევნებზე ოპოზიციას მისცეს ხმა. შეიცვალა შენი აზრით? ჯერ ხა აქ ხო ერთგვაროვანი არ არის ხო ეს? არა, ახალი თაობა მოვიდა. კი, რა თქმა უნდა. არც მაშინ იყო ერთგვაროვანი და ისეც არ მინდა. ხო, მაშინ იყო ერთგვაროვანი. ეს მოხდეს რომ ანუ რაღაცა ჩემი იმ გუნდის მიმართ რომელიც ნაწილიც ვიყავი წინააღმდეგობა მხოლოდ მაგით იყო გამოწვეული ამითი ეს უსამართლო იქნება ამ უბნის კი არა მარტო ზოგადად ადამიანის მიმართ, მაგრამ განსაკუთრებულობაზე გეთანხმები რომ ეს იყო და ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ხო მგონია რომ ბევრი რამე იცვლება და იმ ადამიანების ოჯახებში, ვინც ჩემი თაობის მაგალითად ან ჩემზე უფროსების, რომლებსაც აი მაგ საკითხში ჩემს ძალიან პრობლემური წარმოდგენები ჰქონდათ, ხო, გაიზარდა თაობა, რომელიც თავის თავს არ აიგივებს ამ საბჭოთა ნოსტალგიასთან, არანაირად პირიქით მასთან დაპირისპირებაში ხედავს საკუთარ მომავალს. უბრალოდ დაპირისპირება კი არ უნდა, გარდაულად მიაჩნია დაპირისპირება ამასთან. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. მე არ ვიცი ხა ეს იზომება თუ არა ამ არჩევნების შედეგებით, ხო, მე ვთვლი რომ ჩვენ როგორც საზოგადოება მთლიანად, მაგრამ პოლიტიკურმა კლასმა სხვა ფორმით ყველამ ვერ ვიმუშავეთ ისე რომ იმხელა წარმატება ქონოდა თბილისში განსაკუთრებით რომ ყველა ეს უკანონო მეთოდი რასაც ივანიშვილის რეჟიმი იყენებდა გადაგვეტეხა. ანუ არასაკმარისად მიმაჩნია ისაც ხო, არა, ყველა არ აღიარებს ამას. ხო, ვიცი. მაგრამ აღნიშნულად ჩავთვალე, მაგრამ ხო, ფაქტი არის რომ ეგეც არსებობს მაგის მეტნაკლებად სანდოკლეების დემოგრაფიის, ხო, რომ ეს თაობა ამ უბანშიც და ყველგანაც და მე მობილობაც დიდია, ხო, უკვე ბოლო წლის განმავლობაში, ხო, ეს აღარ არის ის რაც საფრთხო პერიოდში იყო და ეგ კარგია, ხო, აქ არ არსებობს ეს რა ჩარჩოები. ხო, ხალხი, სხვადასხვანაირი ხალხი მოძრაობს აქეთ-იქით, მაგრამ თაობებს შორის განსხვავება, თვალსაზრისით ჩემს შემდეგი თაობა რომ არის ამ თვალსაზრისით ჩემი აზრით ბევრად უფრო ჩემ თაობაზე საკუთარ თავის ჩათვლით. სხვებზე არ ვლაპარაკობ. ბევრად უფრო ჯანსაღია ამ თვალსაზრისით, მე მგონია გააშკარაა და კარგი. იცი რა, აქ კიდევ ერთი პრობლემა არის. თაობას ეს ისტორიული მეხსიერებაზე როცა საუბრობ, ხო, ახალგაზრდა თაობაზე. სადღაც 10 წლის წინ ჯერ კიდევ მუშაობდა, ანუ ჯერ კიდევ ხალხს ახსოვდა ის პერიოდი, როდესაც რადგან ნაციონალურ მოძრაობაზე ვლაპარაკობთ, ნაციონალური მოძრაობის თქვენ ამბობთ, თქვენი გუნდი ამბობდა ხოლმე შეცდომას. დანაშაულს არ ამბობდა. ნუ ახლა დანაშაულს როგორ იყო? ცნობილი ადამიანის გამოთქმა არსებობს. ტალერანის მეგონი რომ ეს არის შეცდომა, რომელიც დანაშაულზე მეტია. ზოგი შეცდომა დანაშაულზე მეტია. ეს რადგანები რომ ეს მუშაობდა მუდმივად, იმიტომ რომ ხალხს ახსოვდა რაღაცეები. ეხლა მოვიდა ის თაობა, რომელიც ამბობს, რომ ნუ მახსენებ იმას, რაც მე არ ვიცი და არ მინახავს. მე მგონი მაგაში არ არის საქმე. მაგეთახო. მე მგონი უბრალოდ რაც ლიმიტი ამოეწურა, ხო? ანუ ხელისუფლება ხარ, მობეზრება არ ქვია, მაგრამ ანუ ქვეყანამ წაიყვანო წინ. აი იმ დისკუსიაშიც კი არ შევალ, ხო? რამდენად სამართლიანი იყო, ჯერ მგონია რომ ნაწილი ამ თავდასხმების სამართლიანი იყო. ამ ხელისუფლების მხრიდან კი არ გულისხმობ, საზოგადოების მხრიდან. მაგრამ ხა საზოგადოებაში არის ხალხი, რომ ანუ იმ ტყუილ მართალის ნაზავით
წარსულთან დაკავშირებით ვერ გაამართლებ იმას, რომ ქვეყანა მიყავს კატასტროფისკენ. ანუ ეგ არის ჩემი აზრით, მობეზრება და ცოდნა არ ცოდნაზე არ არის. ეგ პირიქით მათ პროპაგანდა ზოგჯერ ძახს ხოლმე, რომ თქვენ არ გახსოვთ, თორე რო გახსოვდეთ, მე მგონი ეგ სტარი ამბავი არის. ჯერთი თვითონ ზრუნავენ იმაზე, რომ ეს ტყუილმართალი ნაზავი სუმოდიოდეს ხო პროპაგანდის ხო? კი, აი ხა რო ამობენ მაგალითად რომ გავასამართლებთ და მე რამდენად ხო? არა, ამას რატო ამობენ აქტუალიზაციისთვის ამ მუდმივად ხო, თავისთავად მან რაციონალური სააქტო ალტერნატივა პოლიტიკური კლასის სახით არადამაჯერებელი იყო და მიუხედავად ამ ხელა პროტესტისა, ეგ ის ფაქტორი იყო. ჩემი აზრით ომის შიშთან და სხვა რამე. ანუ ეთანხმები მოსაზრებას, რომ თქვათ სააკაშვილის ფაქტორი აწყობთ იმისათვის, რომ მუდმივად იყოს ეს ტრისხატი და კონფლიქტი ხელოვნური კონფლიქტი ეთანხმები. ეთანხმები სამწუხაროდ პირველ რიგში სამწუხაროდ მისი, რომელსაც მე პოლიტპატრონად მივიჩნევ მას, იმიტომ რომ პოლიტიკური მოტივით ბიძის ციხეში თვითონ რეჟიმის მიერ აღიარებულია ეს, ხო, რომ გაჩუმებული იყო და საქმეს არ აღოძრავდით, აქაც არანაირი მარცხაჯულებაზე არა ლაპარაკი, ხო? მაგრამ მისი საქციელი ციხეში ყოფნისას იქამდე რა ტიპის და მისი გუნდის ახალის ჩემი აზრით არის საუკეთესო საჩუქარი ამ რეჟიმისთვის. ხო, როცა ყველა საკითხში ცდილობ რომ მიბაძო ივანიშვილის რეჟიმის პოპულიზმში იქნება ეს თუ ეთნორელიგიურ ნაციონალიზმში და არადამაჯერებლობაში, უპრინციპობაში, გადათქმაში, ყველაფერში, ფარისევლობაში ეს მას დაანეხმარება, ხო? ხა იმ პროპაგანდისტვის მე ნაწილი ვარ მაგ ყველაფერს, ანუ ჩემ თავს კი არ ვაცალკევი, ბოგონ შენ დღევანდელობით არ შეიძლება რომ ხელს უწყობდი ამას, ხო? აქ პრობლემა სწორედ მაგაში არის, რომ ის არჩევანები რაც გაკეთდა ივანიშვილის გამარჯვების შემდეგ ეყრდნობოდა აი ამ ძალიან მანკიერ დასკვნას, რომ წარმატებას ივანიშვილმა მიაღწია, რომ ესეთი არის, რომ უნდა ამ შავრაზმულ თემებს გაუგორო, უნდა მოიტყუო, არა აქვს მნიშვნელობა რა სიტყვი უნდა დაპირდე კომუნიზმს, ანუ ყველაფერი ერთად ქნა და ყველაფერი მოსულა იმ წამს თუ გადააგორებ ამას და აი ამ ტალახში უნდა შეხვიდე, იმიტომ რომ იმან ხო მოიგო, ხო? ანუ ეს ფრაზა რომელიც თქვა რომ ასავალ-დასავალი ვით უნდა გავხდეთ ჩვენ, ხო? ეს კატასტროფული არის, ჩემს მორალურად და პრაგმატულად. შენ კი არ იცნობ, ამბობ ესე ახლოს არ ვიცნობ, მაგრამ შენ ფიქრობ რომ არ სჯერა იმის რასაც ამბობს? ივანიშვილს? მე საერთოდ ანუ ეგ საბჭოთა ადამიანი არის რომ ეგ წმენა არ არსებობს, ხო? მაგრამ რას ნიშნავს? ისი ჯერა? არაფრის არ ჯერა და ყველაფრის ჯერა ერთდროულად. ანუ მას ჯერა მისი ძალაუფლების და მისი განსაკუთრებულობის, ანუ ნარცისიზმი აშკარა არის მან. ხო რომ ის არა ამ იდეოლოგიის რომელი იდეოლოგიის? რას გულისხმობ? შავრაზმული იდეოლოგიის? ხო. არა, მას ჯერა რომ ყველაფერი უნდა გამოიყენო იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნო. ხო, გავიგე. ანუ თუ ლაპარაკობ რომ მას მართლა აქ შიშები რომ თავისუფლება საფრთხე არის ჩვენი ქართული იდენტობისთვის, არა, მაგისი არ ჯერა. ფარისევლები. აი, მაგას ვკითხო. არა, რა თქმა უნდა, ისე როგორც მათი უმრავლესობა ფარისევლები არიან, რა თქმა უნდა. ხო, არიან გულწრფელებიც ალბათ. ხო, ოღონდ არა იმათში, ვინც განსაზღვრავს ამ კლიმატს, არა. შენ ისტორიკოსობა აირჩიე პროფესია. თავის დროზე კი, მაგრამ ვერც მაგას ვერ მივყევი ბოლოს. და რატო? არა, ფიზიკურზე არ მამა ბაბუა ჩემი და ჩემის. ხო, მაგიტო. მამა იყო მათემატიკოსი, ფიზიკოსი, კითხულობდა ფიზიკის ფაკულტეტზე და ესეთი მას დიდი გავლენა ჰქონდა ჩემ ცხოვრებაში, ბავშვობაში, ჩემ ინტერესებზე და ამიტომ მაგ კუთხით მივდიოდი, მაგრამ მე ისეთი პერიოდი დაემთხვა, მე როცა ვაბარებდი, ანუ ეს არის 88 წელს დავიწყე მომზადება და 89 წელს ჩავაბარე, რომ მაგ ნოემბრის აქციები იყო, სადაც მამამ ჩემმა წამიყვანა პირველ ნოემბრის აქციებზე დიდი შტაბ-შტაბი მოახდინა. ამან ჩემზე ჩემს ახლო მეგობარი იყო, არის ხა ცოცხლე თემურსუნ ბათაშვილი და მაშინ აქტიური იყო ის ეროვნულ მოძრაობაში და ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ადამიანია. იყო მაშინ ჩემთვის და ამ პერიოდში ამის გავლენით და თან რაღაცა ივან ჯავახიშვილისაც ქართულის ისტორია იყო ტომების სახით და ამის კითხვებზე და ამან გავლენა მოახდინა ჩემზე და 6 თვით ადრე არჩენ გამოცდებამდე შევიცვალე პოზიცია და ისტორიულზე ჩავაბარე. თან ეს ისტორიის ფაკულტეტი ძალიან აქტიური იყო მაშინ უნივერსიტეტში თუ არა? ეს მაშინ რაღაც სტუდენტური ფაკულტეტი იმდენად არა, ვერ იტყვი რომ ფაკულტეტი, მაგრამ მაშინ ხო ზე აქტიური იყო ვითარება კი. ანუ ეს მე რო ჩავაბარე მაშინ ეგ არის 88 89. ანუ მაშინ ჩემთვის 9 აპრილის მერე. 9 აპრილის მერე ეგრევე. და მაშინ პრესკლუბი უნივერსიტეტის რომელიც იყო ყველაზე აქტიური გარეჯის პოლიგონის დახურვის კამპანიაში ისინი ჩვენთვის იყვნენ მაგრამ მაგალითი იყვნენ ხო მაშინ მე პატარა ვიყო ისინი უფროსები იყვნენ მაგალითი იყვნენ ჩვენთვის ამ აქტიურობის დათო ტურაშვილი ფიქრიეთ შიხრაძე
და სხვაებიც. არა, ეს რატო კითხე იცი? აი, ისევ ისტორიული წარსულის და წარსულის არ დავიწყებაზე, აი ამ ახალგაზრდებში რო უნდა იცოდნენ ყველაფერი, მე მგონი. მათ შორის თქვენი ხელისუფლების შესახებ, თქვენი პოლიტიკის მე შესახებ. შეგეკამათებ მხოლოდ იმაზე, რომ მე არ მგონია, რომ მათი კრიტიკულობა ამ რეჟიმის მიმართ და სრული მიუღებლობა დიდი ნაწილის. განპირობებული მაგითი არ გვაინტერესებს ჩემი აზრით დაივიწყეთ ნაციონალები არა ხო და მან იგულისხმება რომ დაივიწყეთ როგორც არგუმენტი იმისი რომ ეხლა უნდა გადაჩეხო ქვეყანა და სახელმწიფოებრიობაზე და სუვერენიტეტზე თქვა უარი და თავისუფლებაზე და გაიმართლო თავი ტყუილმართალით თუნდაც სუმართალი რო იყოს წინა ხელისუფლების სოდვებით. ეგ არის ხო კატასტროფა თავისთავად ეგ მიდგომა თავიდანვე კატასტროფული იყო ხო რომ იცი რა აი ნახეთ რა ხდებოდა მაშინ და ამიტომ დაარაუშავს დღეს და მას დისკუსიაშიც მაგას გეუბნებოდნენ ხოლმე უდმურტად არ ქონდათ იმიტომ რომ სხვა არ და ეგ ხო კატასტროფაა ანუ რას გასაგებია ყველა შემდეგი ხელისუფლება ცდილობს კაპიტალიზაციას იმაზე რომ ცუდი იყო წინა რაღაც დოზით აჩვენებ განსხვავებას ოღონდ წინსვლა უნდა აჩვენო ხო ანუ არ შეიძლება მიქარვების გამართლება იყოს წინა ხელისუფლების საქციელი ხო ეგ ხა იგივეა რომ რაღაცა 2011 წელს ვინმე თქვა რომ ყველა ვარიანტი უნდა ეს ხელისუფლება ეგ რო ყოფილიყო არგუმენტი ავირჩიოთ იმიტომ რომ აი მუტაციები ხო აღარ ხდება ხო ხალხის და ამიტომ ავირჩიოთ ეს ისევ და ხო არც გაჭრა ამან ხო იმიტომ რომ ყველა ადამიანები ითხოვენ წინსვლას ხო გასაგებია შეიძლება დააფასონ რაღაცაში წინსვლა არის ოღონდ შენ თუ სულ წარსულს ახსენებ ეს იგი არ ეკეთებდა თქვენი პოლიტიკური ჯგუფი ვარდების რევოლუციის მერე არ გვახსენებდა შევარდნაძის არა რა თქმა უნდა ოღონდ თან პროგრესი სანამ პროგრესი იყო მანამდე იყო მხარდაჭერა რომელ წლამდე იყო შენი აზრით პროგრესი უცბად შეგიძლია ეს შავ-თეთრი ჩემი აზრით ყველაზე წარმატებული პირველი 4 წელი იყო რა თქმა უნდა და შემდეგ უფრო სტაგნაცია იყო მაგრამ ეს არის შესაძლოა დანჩენ 4 წელში არაფერი არ გაკეთებულა ის რეფორმა იუსტიციის სახლების დაიწყო იქამდე მაგრამ განხორციელდა ბოლო წლებში ანუ მე არ ვიტყოდი რომ ძალიანად ესე შავ-თეთრი იყო მაგრამ რა თქმა უნდა პირველი წლები იყო მთავარი რეფორმების წლები და მე ამ რეფორმებზე რეაქცია და არასაკმარისმა რეფორმებმა სასამართლოში განსაკუთრებით კი არა გაუტარებლობამ მე სტაგნაციის და რეაქციის პერიოდი მოხდა. ანუ სასამართლო შენთრი პირველ პრობლემა. ჯერ მithქვია კი. ხო. ყველაზე გარდამტეხი საკითხად. და სასჯელახსრულების სისტემაც. მე მგონი რომ სასამართლოს ვერცერთი ვერ შეედრება. ხა, იმიტომ რომ ის განსაზღვრავს მე კლიმატს ყველაფერს. ვის მეყოლებთ? ვისა გიგაბოკერიას? ბიჭო, განცია. შაბეჭა. ძირ საქართველოს აკანა. აია. ძირ სანტანაში. კაცო, ეს გაუში. ნუ გონია გიგაბოკერიას. ზეჩემ რომელიც იყო წარმატებული და ყველა სიყვარულით სარგებლობდა მისთვის ეს მე ზუსტად ვიცი მისგანაც და საჯაროდ და არასაჯაროდ ძამძიმე იყო ის რაც ჩემ გამო მას შეხვდა ხო დამსახურებულად ჩემ გამო და დაუმსახურებლად ბრალდებების სახით და მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი შენ გულისხმობ სამოქალაქო დაპირისპირება სამოქალაქო ომს და მაგ იმიტომ რომ მე იქაც აქტიური ვიყავი და როგორც კრიტიკული სტუდენტი იმ ახალი ხელისუფლების მიმართ. ხო. გულისხმობ პირველ ეროვნულ მიხვეწო რომ კომუნისტების მარცხი საზეიმო იყო და ვიზეიმეთ ჩემ იმ პარტიამ ვისაც მე უჭერდი მხარს ვერ მოხდა მაშინ პარლამენტში ირაკლი შენგელა იყო ეს მნიშვნელოვანი ადამიანი ასევე ჩემი გარემოცვის ცხოვრებაში იმ პერიოდში მისი იდეებით და ხედვით ბევრ ამაში დიდი როლი ითამაშა ჩემი შეხედულებით ჩამოყალიბებაში მას უჭერდით მხარს ისინი ვერ მოხდნენ პარლამენტში მაგრამ კომუნისტები და რუსი კომუნისტები დამარცხდნენ და ამიტომ შიგნით დაპირისპირება უკვე კი არსებობდა თუმცა ისე წავი არა მაგრამ მაინც ყველამ ერთად ვიზეიმეთ ეგ ძალიან კარგი დღე კარგი საღამო რა უცნაურია ახლა რომ ნანაზე ყოლოყვები რომ განიცდიდაო მაშინ განსაცდელი ყველაზე მეტი მერე ქონდა არა მაშინ დაიწყო თქო და მერე გაღრმავდა დაიწყო მხოლოდ უბრალოდ პირველი ის იყო მაშინ რაღაცა საოცარი ბრალდებები იყო ხოლმე შენ როგორ უყურებ ამ ბრალდებებს და კრიტიკას? ერთ-ერთი იშვიათი საჯარო პირი ხარ ჩემი აზრით და მე
ხარს უჭერს სწორედ ასეთ პოზიციას, ადამიანს, რომელიც ну, რა ვიცი, შვიდად ცუდი სიტყვა არის, არ ვიცი, მაგრამ ბუნებრივია, ნორმალურად მიგაჩნია, კრიტიკაც, აი ეს ამბები, მოგონებებიც, ისტორიებიც, მაგრამ ზოგჯერ მაზეც მაგკრიტიკებენ ხოლმე, რომ შეცდომა იყო თავის დროზე, როცა ამაზე პროაქტიულად პროაქტიულად აპასუხობდით და შეიძლება იყო კიდევაც, მაგრამ მე იქ ყველაზე დიდ შეცდომად არ მიმაჩნია. მაგრამ თავისთავად ხო, მე მგონია რომ როცა ამ საქმეში ხარ, უნდა შეეგუო, რომ ჯერტი ვიღაცას ძალიან არ მოეწონები და რაღაცა შეგაფასებ, მაგრამ ნუ რაღაც დოზით ცილის სამბასაც ხო? ცუდი ის არის და ამ შემთხვევაში ეგ შეიძლება მართლა არასწორი იყო, რომ ნორმალიზაცია მოხდა ჩვენთან ცილის სამბის. არა მწვავე კრიტიკის, მწვავე კრიტიკა და ნებისმიერი შეფასებები შეიძლება კი არ გესიამოვნება ვიღაც თუ გლანძღავს ან გაგინებს, მაგრამ არ არის პრობლემა საზოგადოებრივი კლიმატისთვის და პოლიტიკური კულტურისთვის. მაგრამ ცილის სამბის ნორმალიზაცია რო არა აქვს მნიშვნელობა, ტყუილს მოიგონებ იტყვი და ჩაივლის, რომ ეს ნორმა არის, ეგ დიდი პრობლემაა და მე მაგას ადრინდანვე წავაწყდი კი. ხო, მაგრამ ეს გრძელდება მთელ სოფლიოშია ახლა სხვა ესეთ ეპოქაში. ხო, სხვა დოზით. ნუ გავაიგივებთ აქაურ ვითარებას, რომ ყველაფერი და იგივეა. იქ ინსტიტუტები მუშაობს, ხო? თუ თავისუფალ სამყაროს ვლაპარაკობთ, ზოგან უფრო მეტი პრობლემით, ზოგან ნაკლებად, მაგრამ ჩვენსაც ვართ, აი მაგ თვალსაზრისით ეს სუფთა საბჭოთა რუსული კულტურა არის. ეგ რომ საერთოდ ან დეკლარირებულად რომ მოსულა ეგეთ რა. კაგებეშნიკური. არ ვიცი, ხო. ხო, ეს ბოროტება ნაწილია ამისი. ორებსა და ხო, რა თქმა უნდა. იმიჯებს ეგენი ქმნიდნენ მაშინ და ეს გრძელდება. საოცარის იყო რაღაცა. ჩემი ერთ-ერთი რუსული, ხო ახსენებდით რუსული. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ავტორიტეტი აი რუსულ დისიდენტურ მოძრაობაში იყო ქალბატონი ნავადორსკაია, ხო? მე მგონია დღევანდელი გამოსახედინაც ძალიან გამორჩეული ფიგურაა რა მისი. და მაგრამ ის იყო აქტიური მხარდამჭერი მაშინ ეროვნული მოძრაობის, მაგრამ ჩამოსული იყო და მისთვის ეს იყო ჭორი, რომ ნავადორსკაია ცემა მოგერი. საერთოდ იმიტომ ის როგორც მე გაირკვა, მე სამწუხაროდ არ შევხედივ არც, მაგრამ რომ უნივერსიტეტში იყო და იქ დააკავესო, ხო? და დაიცემა და დააჭერინაო. ხო, არ ვიცი ვინ მოიგონა რატო, მაგრამ ნუ ვინც აქტიური იყო, იმას დააბრალეს, ხო? მაგრამ როცა დაპატიჟეთ მე თქვენმა ხელისუფლებამ ხო იყო აქ საქართველოში? იყო კი არა, ნავადორსკაია ჩემი არა, მე ამქო აღარ მომეც საშუალება რომ მას შევხედროდი, მაგრამ მას კი არ ქონდა ეს პრეზიდენტი, უბრალოდ აქ იხარშებოდა, ხო, ესეთი უბრალოდ ეხაც ხდება ხოლმე ეს ბრალდება. ხო, თავიდანვე იმას რომ შეერაღებულ ფორმირებაში იყო და რაღაცა. ნიღმით მაშებოდა, ეგეც რა თქმა უნდა სული სიცრუე იყო. მაგრამ ხო, დეჩემისთვის ეს მაშინვე მძიმე იყო და მე ბევრად უფრო გაღრმავდა ეს ამბავი, როცა ხელისუფლებაში ვიყავით რა თქმა უნდა. განიცდი და ყველაფერს კითხულობდა და ვარაუდობ რომ კი და ბუნებრივიც არის, ხო? კი, და ჩემთვისაც ძალიან უსიამოვნოა რომ მას თავის ცხოვრებით ნამდვილად არ დაუმსახურებია. ეგ ჩემი არჩევანი იყო, ხო? ეგ რომ ესე ყოფილიყო, მაგრამ ნუ სამწუხაროდ ადამიანების არჩევანები მათ ახლობლებზე გავლენას ახდენს. საათი ბავშვის მოთხოვნაა. გააგონე შევარნაძეს და მის მთავრობას, რომ ეს შენი სურვილიც არის. ორშაბათს, 17 ნოემბერს, დილის 11 საათზე, როცა შევარნაძე რადიოთი მოგმართავს. 2003 წელს ვარდების რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე სერბეთში სტუმრობის შემდეგ გიგა ბოკერიამ ქართველი სტუდენტები სერბულ მოძრაობა ოტპორის აქტივისტებთან დააკავშირა. ამან ხელი შეუწყო ახალგაზრდული მოძრაობა კმარას შექმნას. კმარამ წამყვანი როლი ითამაშა 2003 წლის ნოემბერში ვარდების რევოლუციის გამარჯვებაში. ასე რომ ბუნებრივია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე გიგა ბოკერია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგად ჩაითვალა. ამ ახალგაზრდებზე რომ საუბრობდით, მე არ შემიძლია კმარა არ გავიხსენო ეხლა. ის მეთოდები, რომელიც ქონდა კმარას, ხო, თქვენ წახოდით სერბეთში, ხო? შენდელევანი მაშინ თავისუფლების ინსტიტუტი დაარსდა და ასე შემდეგ და დღევანდელი ეს ახალგაზრდობა. ის მეთოდები შენი აზრით გამოდგება ეხლა ბრძოლაში თუ შეიცვალა დრო? არა, მე მგონია რომ ჯერთი კმარას და გავს ერთმანეთს კმარას ახალგაზრდები თვითყოფადები ახალგაზრდები იყვნენ, ანუ ჩემთვის ძალიან დიდი პატივი არის და სიამოვნებს რომ შეხება გქონდა აქტიური და ერთად მოქმედებდით და ასე ვთქვათ, ეს არ იყო რომ ჩვენ არ ვმართავდით მას. ხო, იყო ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც თვითონ
უნივერსიტეტში კორუფცია იყო მათთვის თავარი, ასე დაიწყო ეს ჯგუფი და მე მაგის ნიადაგზე მოხვდით ერთმანეთთან კონტაქტში და ხო მე ერთად მოქმედებდით. ოღონდ მის თქმა მინდა რომ ჩვენი შექმნილი არასწორი არის და ამიტომ ვაზუსტებ ხოლმე ამას. მაგრამ რაც შეეხება მეთოდებს, ხო, მთავარი მეთოდი რომ კაფეო მორალური უპირატესობა უნდა გქონდეს, ხო, რაც თუ რამე სერბული მაგალითიდან შეგვიძლია აგვეღო მილოშევიჩთან დაპირისპირების, ეგ იყო. გარდა რაღაც ტექნიკური მშვიდობიან პროცესთა ტექნიკური ასპექტებისა. გადაჭარბებულია მაგის მნიშვნელობაც, ხო? ეს თვითონ პროპაგანდა იყო მე, რომ ნახე, რაღაცა ძალები მართავენ, რომლებმაც ეს დაალგეგმეს. რეალურად თავარი ძალა არის საზოგადოების შიგნით. და ხო, ეს ახალგაზრდები და ჩვენც მათ შორის და ყველა ის სამოქალაქო ჯგუფი მაშინ ავანგარდში იყო ამ წინააღმდეგობის, რომ მაგალითი შექმნილიყო, რომ ჩვენ შეგვიძლია და წმენა თუ გვექნება, შეგვიძლია რომ ეს ჭაობი შევცვალოთ, რომ თავარი არგუმენტი წინააღმდეგო იყო, ჩემ წრეშიც კი რომ ნუ აი ეგეთია ეს ქვეყანა რა, რომ პოლიციელი თავს უნდა იღებდეს დისფუნქციური უნდა იყოს, კაი ხალხი ვართ, მაგრამ აი ამას შევეგუოთ და ესე ვიგოროთ. რაღაც ამბავში ძალიან გავს, დღეს უფრო დრამატულია ეს ამბავი. და აი ეს ახალგაზრდები იყვნენ მაგალითი, რომ თქვას რომ არა, ამას არ უნდა შევეგუოთ. მე ხა მგონია, ოღონდ მაშინ ცოტა იყო ესეთი ახალგაზრდა აქტიური უფრო ინჩანა. ანუ ეხა ბევრად მეტია. ასეთი მასიური პროტესტი მე არ მახსოვს. ალბათ ეროვნული მოძრაობის აი პიკში პროტესტ თუ შეედრება მასიურობა. ოღონდ სამწუხაროდ განსხვავება იმაშია, რომ ეს რეჟიმი შევარდნის რეჟიმისგან განსხვავებით ხო ბევრად უფრო ყარი არის, ხო, თავის ავტორიტარულ ვერტიკალში. ის ბოლომდე ჩამოშლილი იყო და ბევრად უფრო, ამიტომ ბევრად ნაკლები წინააღმდეგობის უნარი ჰქონდა. და ამ რეჟიმის დასამარცხებლად ჩვენ გვჭირდება ამ ძალიან დიდი პროტესტის კიდევ უფრო გაფართოება და გაგრძელება. ეთანხმები იმას, რომ ეს შეიძლება აქ რაღაც ახალი პოლიტიკური ძალები დაიბადოს, ბევრი ამბობს ასე. შეიძლება კი. და ვინც არიან ის ძალები, მან გადახედონ იმას, როგორც მოქმედებდნენ აქამდე. მე საკუთარ თავს მაგნაწილში გამყავს, ხო, რომ იმან როგორც ჩაიარა ამ წლებმა ყველა წარუმატებლობამ მინიმუმ და გასწავლო, სადაც გაკვეთილი რომ სხვანაირად უნდა იმოქმედო და შიგნით შეცვალო და დააყრდნო პოლიტიკური ძალა მრწამსის მქონე ადამიანებს და არა იმ ტიპის ინერციას, როგორც პოლიტიკური ძალები იქცეოდნენ აქამდე. აი უფრო მხატვრულად რო წარმოვიდგინოთ, ანუ უყურებ იმას, როგორ უთმობთ ადგილს. არავის არაცერთ ადგილს არ დაუთმობს, ყველაფერი კონკურენციაში ხდება. ეგ უბრალოდ რეალობა დათმობილი ამბავი, პირიქით, ცუდი სამსახური შეიძლება აღმოჩნდეს, იმიტომ რომ ვეღაცა თუ გითმობს, ესე იგი ის არის შემოქმედი. არა, ეგ ბუნებრივად მოხდა, ანუ კარგი მიზეზების გამო არ მოხდა, პოლიტიკური კლასის კრიზისია. ხო, და ამის შედეგია ის, რომ ამ პროცესში ეს პროტესტია ძალიან დეცენტრალიზებული და ვერ მიყავს და ვერ წაიყვანს ვერცერთი პოლიტიკური ძალა. სხვადასხვა მიზეზებით, ზოგი უპრინციპობის და რეპუტაციის არქონის გამო, ზოგი იმის გამო, რომ უფრო ძლიერ პოზიციაში ვერ შეხვდა ამ პროტესტს, მაგრამ შედეგი ის არის, რაც არის. ხო, მაგრამ მე რომელ გუნდსაც წარმოვადგენთ, იმ გუნდს რაღაც დროის განმავლობაში უკვე დაწყებული აქვს სწორედ ამ გაკვეთილებზე დაყრდნობით ახალი ტიპის ძალის მშენებლობა. ანუ საკუთარი შეცდომების აღიარებაც. არა მარტო აღიარება, უბრალოდ იმისთვის რომ რაღაცას გული მოფხანო, არა, რეალურად საქმეში, ხო? ხო, გულის მოფხანო. ეგ მინდოდა ზუსტად ბოლო კითხვა დამესვა, აი ბავშვობაზე როცა ლაპარაკობდით, ახლა წავიკითხე, რომ ნანა ალექსანდრიას შვილი. არ ქონდა კომპლექსი. არა, და მე უკვე როგორ შევხა? ასეთი წარმატებული ადამიანის შვილის სტატუსი რა თქმა უნდა, ეხლანდრივი განსაკუთრებიდან საამაყო უბრალოდ მეტი არაფერი არის. მაგრამ გასაგებია რომ ყველა ადამიანს აქვს მოთხოვნილება რომ თვითონ თავის თავს წარმოადგენდეს. ეხლა ეგ მე შევძელი თუ არა, მაგას სხვები შეაფასებენ მე. მაგრამ ის რომ წარმატებული ადამიანის შვილი ხარ, ეხლა ვიღაცებისთვის ვთქვი, ნაკლებად ცნობადი, მაგრამ მე მამაჩემის ელბოკერია შვილი ვიყავი თავის წრეში, სადაც მას ჰქონდა ავტორიტეტი ძალიან მაღალი, ხო? ეგ პირიქით, ეგ ნორმალური კი არა, კარგია თუ არიან წარმატებულები და ეს ეხება შვილებსაც. რა თქმა უნდა. ხო. მაგრამ აი ამ ივანიშვილი რომ მოვიდა იმ პერიოდში ჯერ კიდევ თანამდებობა ხო ქონდა რაღაცა პერიოდი. ერთი წელიწადი ვიყავი პიტკინივით ტრიზურგში. მაშინ ტაბულა არსებობდა და ამბობდნენ ხოლმე უშიშროების საბჭოს ცოლი და თამულაზე. ეხლა ხშირად წავიკითხე უკვე
ეხლა ტრაბულოს დირექტორის ქმარი. კი, როგორ არა, უფრო კარგი ხუმრობაც იყო, რომ უშიშროების საბჭოს მდივნის ცოლის ქმარიო. ამას როგორ მე მხოლოდ მე დადებით ჩემ გარშემო ბევრი ძლიერ წარმატებული ადამიანი იყო ყოველთვის ბავშვობიდან თავის საქმეში ხდია ჩემი და ჩემი დაწყებული და ჩემი მეუღლეც ასეთი არის ჯერ იმ წარმატების ახლოს არ მისულა არც მე არც ის ჩემი როგორც იყო თავის საქმეში მაგრამ აშკარად თვითყოფადი ადამიანი იყო ყველა ეტაპზე ამიტომ მე მაგას კარგად უყურებ მაგ ამბავს და ჩემ შვილთან მიმართებაშიც იგივე შვილებთან მიმართებაშიც იგივე მოლოდინი მაქვს რომ რაღაც პერიოდში თუ მე მომიხსენებიან მათ მშობლებად ის წარმატებულები იქნებიან ამის წინაპირობები არის ჩემ წარმატებად მომიჩნევა არგენტინის ნაკრებს ვერ დავახასიათებ თუმცა ვფიქრობ თლაც სწორი არ უნდა იყოს ბრუტალური და უხეში ეწოდოს კაცს, რომელსაც შეუძლია ქალებს მოусმინოს, დაუჯეროს და მათთან ერთად პოლიტიკაშიც იყოს. ერთ პარტიაში, რომელიც ცოტა ხნის წინ დააფუძნა. იმ ახალგაზრდებთან ერთად იყოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ველზე. ვისი იმედიც აქვს. თუმცა იმასაც ამატებს, რომ თავისი ადგილის დათმობას ის არავისთვის აპირებს. დააინტერესებს, აი ეს კითხე და კიდევ მაშინ თავიდან გავიმეორებ. გადაკეტვა ყოველდღე რატო ეს შენი აზრით აუცილებელი ეს არის სურათი რომელსაც ვუჩვენებთ დასავლეთს თუ სურათი რომელსაც ვუჩვენებთ ხელისუფლებას თუ ერთმანეთს ვუჩვენებთ არა პირველ რიგში ჩვენ ქვეყნის შიგნით ამბავია ეს მე ყოველთვის კრიტიკული ვიყავი ხოლმე საკითხის დაყენების რომ გარეთ უნდა საუკეთესო პარტნიორებს საქართველოსთვის მნიშვნელოვან ქვეყნებს რაღაც უნდა აჩვენო არა პირიქით არ დგას ჩვენება და დემონსტრირება ხდება ქვეყნის შიგნით იმ წინამდებობის რომელიც საზოგადოების ამ მნიშვნელოვან ნაწილს აქვს დღევანდელი რეჟიმის მიმართ და იმ კურსის მიმართ რომელიც არის კატასტროფა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის და თავისუფლებისთვის და ამ პროტესტის სიმბოლური მნიშვნელოვან ნაწილად იქცა გადაკეტვა ყოველ საღამოს თორე რა თქმა უნდა გადაკეტვაში არ არის ერთ გადაკეტვაში საქმე ხო ხრომცრად რამოდენიმე დღე არ გადაიკეტოს ეს არ არის პროტესტის დასრულება მაგრამ ძალიან სასურველია რომ ეს სიმბოლური ნაწილი ყოველდღე სრულდებოდეს რა თქმა უნდა და ამასთან ერთად იყოს ის რასაც ვხედავთ კიდევაც ცვლილებები და პროტესტი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილზე სხვადასხვა ფორმით აი ქართული ოცნება ალბათ მაინც ფიქრობს რომ დაიღლებიან მობეზრდებათ ხო რა თქმა უნდა ასე წარკვეთა ეკნებათ რომ აი შედეგები რახან ყისიერად არ დგება და ხო მაგაში უნდა მოუგოთ პირველ რიგში მე ვიძახი რომ იქ საკმარისია რაც ხდება უბრალოდ ეს აუცილებელი მინიმუმია რომ მოხდეს იმის დემონსტრირება რომ კრიზისის წყარო არის ივანიშვილი პერსონალური და მისი ამ პოლიტიკური არაროღების გარემოცვა და ეს კრიზისი ვერ გადაწყდება ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლამდე ეს გზავნილი მნიშვნელოვანია მათ შორის იმ ადამიანებისთვის რომლებიც ჩემი აზრით სრული პატრიოტიზმით ამბობენ სტარი არგუმენტების გამო არ მიიჩნევენ ამ პროტესტს მნიშვნელოვნად ან შიშობენ არეულობაზე და იმაზე არ მინდა ეხლა ეგ დისკუსია გავშალო უბრალოდ იმ ხალხმაც რომ დაინახოს რომ ხო ამ რეჟიმმა და ამ კაცმა ისეთი კრიზისი შექმნა რომელიც ვერ დასრულდება და არ დასრულდება თუ მისი ჩამოცილება არ მოხდება ძალაუფლებიდან არჩევნების გზით და мотиваციასაც აძლევს ხელისუფლება ანუ ეს мотиваცია ყოველთვის საჭიროა ფაქტობრივად დღე არ გავა იმისათვის რომ ეს ადამიანები უფრო არ აღიგზნონ ასე პირიქით უსაუბრო საკითხი ხო ესე რომ იცით ჩვენ გჭირდება რომ ხელისუფლება კიდევ უფრო ცუდად მოიქცეს არა ისინი ცუდად იქცევენ თუ ასეთები არიან და იმიტომ რომ პროტესტის გაგრძელება მათთვის პრობლემაა. რა თქმა უნდა, მე როცა შეცდომას დავუშვებენ ამის გამოყენებაც უნდა მოხდეს, მაგრამ ჩვენ კი არ ვეძებთ ამას. ისინი ასეთები რომ არ იყვნენ, არც აქამდე მივიდოდა ეს საქმე კომპლექსურად რო შევხედოთ. აი შეცდომებში ისიც არის, როცა ძალადობას ჰქონდა ასეთი ადგილი პოლიციად დასაწყისში. ნახეთ რომ როცა კრიმინალური ელემენტის და პოლიციის ერთობლივი ყველაზე ამაზრზენი გამოვლენები იყო მათ შიგნით ჰქონდათ ზარები, იმიტომ რომ ჩვენ განსხვავებით იმ ქვეყნებისგან, რომელთა მიმართულებითაც ამ რეჟიმს უნდა რომ წაგვიყვანოს, ხო? ბელორუსისგან მაგალითად, ხო? ისევ ბელორუს ხალხს კი არ ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ განსხვავებული ვითარებაა, ხო? აქ დიდი გარდაქმნა მოხდა, არასაკმარისი, მაგრამ დიდი გარდაქმნა საზოგადოების შიგნით საწყისი პოზიციებიც განსხვავებული იყო საბჭოთა ამბის დემონტაჟი იქ საერთოდ ვერ მოხდა. ჩვენთან ბევრ რამეში მოხდა და ეს საზოგადოება ვინც აქ დგას და ეხლა ისტორიული ხსოვნება ძალიან ძლიერია მნიშვნელოვანი. ხო, რა თქმა უნდა, მაგაზე მინდა მე ვთქვა ერთ-ერთი სიტყვა თუ იქნება რომ მაგისტრის მე განაცემაში დასარჩენი. ხო, მაგრამ მე ვიძახი ეხლა ახალგაზრდობაზე აქცენტს ყველა აკეთებს, მაგრამ ეს ლეგიტიმურია ხო, რომ ის თაობები ვინც ეხლა დგას ძირითადად. ხო
ეს ის ხალხია, რასაც ჩვენი მომავალი უნდა დაეყარდნოს და ეს საზოგადოება არა მარტო რაც ჯენზი არის პოპულარული, არა, უფრო ფართოდ არის ეს, ხო? ანუ ამ ბოროტების იმპერიის დანგრევის შემდეგ აღზრდილი და ჩამოყალიბებული ადამიანები. და ამ ადამიანების ბრძოლა არის ეს ჩვენთან ერთად თქო, ვინც არა ვართ ასეთები, მაგრამ და ეს ხალხი არ შეიძლება იმას, რაც უნდა ამ რეჟიმს. ამის დემონსტრირება ხდება აქ ამ პროტესტის და ამაზე რეაგირებენ ისინი ძალადობრივად, თუმცა მანდაც გასაგებია რომ ისინიც ხილობენ. თუ ჩვენ შევძლებთ ამ პროტესტის გახანგრძლივებას, განგზობადობას და გამსხვილებას, ვერ გაუძლებენ ამას. კი, აი ჩვენ რო ლაპარაკობდით სწორედ აი იმ წლებზე, როდესაც შენ იყავი ხელისუფლებაში. მაშინ აი თქვათ 7 ნოემბრის ამბავსაც ხშირად იგონება, ხო? არა მარტო. როგორი იყო ხელისუფლების პოზიცია მაშინ, შენიც როგორი იყო ყველასი და ნუ ძალადობრივ დარბევას ჰქონდა ადგილი. უდაოდ. მე მგონი არავინ არ დაობს იმაზე. დანაშაული იყო ეს თუ შეცდომა? ხო, დანაშაულებრივი შეცდომა შეიძლება უწოდო. მოტივაციებში იყო განსხვავება, მე ამას ხედავ. მაგრამ მე მგონია რომ ის დანაშაულებრივი შეცდომა რაც ჩვენ მოგვივიდა არა მარტო შედნობას არამედ სხვა ასპექტებში ძალის გამოყენების რა მოტივაციით უნდა ყოფილიყო განპირობებული და მოტივაცია იყო საფრთხის განცდა ხო კი რა მართლებს უბრალოდ ახსნის თვითონ ვერ გამოდგება დღეს არგუმენტად ვერავისთვის და ეს ამ პროცესსაც ჩვენ რომ ის ხალხი ვინც წინა ხელისუფლების მიმართ უაღრესად კრიტიკული იყო ხშირად სამართლიანად და ზოგჯერ უსამართლოდაც დღეს აქ დგას იმიტომ რომ რაც 20 წლის წინ ხელისუფლება რომელიც ვარდების რევოლუციურად მოვიდა დაუშვა უმძიმესი დანაშაულების შეცდომები და ამიტომ 20 წლის თავზე რუსეთის გავლენის გამტკიცების მოტივით შენ ძალადობას იყენებ ვერანაირად ვერ გამოდგება ვერანაირ არგუმენტად მე მესმის კარგად რის ექსპლუატაციაც ხდება ხო რომ ალტერნატივა თუ კი აშინებს საზოგადოების ნაწილს მაინც ან არადამაჯერებელია ამას იყენებენ არგუმენტად და ეს მართლა არის პრობლემა ოღონდ არა მხოლოდ წარსულის გამო და არა იმდენად წარსულის გამო მაგრამ აწყოს გამო პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში მან უფრო დიდ პრობლემას ხედავ ლიდერად წარსულში ანუ იმიტომ არის სამწუხაროდ ზოგჯერ შესაძლოა დამაჯერებელი საზოგადოების ნაწილისთვის ეგ პროპაგანდა წარსულთან სადაც ტყუილ მართალი ერთმანეთში არეული არის ლეგიტიმური კრიტიკა რაც შენ ახსენე 7 ნოემბრის ტელევიზიის ამბავი იმედის განსაკუთრებით და ძალის გამოყენება არაპროპორციულის და დღევანდელობა პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრში რომ იქ ვერ ხედავენ დამაჯერებლობას ვერც ღირებულებების, ვერც პრინციპების, ვერც თანმიმდევრულების და ეგ კომბინაციაში არის ერთ-ერთი ის ინსტრუმენტი, რასაც ეს რეჟიმი იყენებს სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად. ამიტომ მგონია მე რომ დღეს პოლიტიკურ პარტიებს ოპოზიციას თლიანად სხვადასხვა მიზეზებით და სხვა ანატომიით ფაქტია რომ არ გვაქვს გავლენა ამ პროცესზე როგორც მოქალაქეები დგება და როგორც აქტიური ჯგუფები არ. მაგრამ თუ რამით შეგვიძლია რომ შევწყოთ ხელი ეს არის დემონსტრირება ცვლილებების თვითონ ჩვენ შიგნით. მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. ეს იყო გადაცემა შვილი, გადაცემა ჩვენს ძველ და ახალ თაობებზე. რას ფიქრობენ ჩვენი შვილები თავიანთ მშობლებზე? როგორ აფასებენ წარსულს და რას გეგმავენ მომავალში? უყურეთ რადიო თავისუფლების სხვა ვიდეოებსაც და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.